ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. მეორე პუნიკური ომი. ნაწილი მეორე. მას შემდეგ, რაც ძველი წელთაღრიცხვით 219 წელს კართაგენელმა სარდალმა რომის მოკავშირე ქალაქ სახელმწიფო საგუნტი აიღო, ორ უზარმაზარ იმპერიას შორის კონფლიქტი კვლავ განახლდა. პირველი ომის დასრულებიდან თითქმის 20 წელი იყო გასული. ჰანიბალმა და მისმა წინამორბედებმა ამ მშვიდობიან პერიოდში არა მხოლოდ მოახერხეს კართაგენისთვის ძველი დიდების დაბრუნება, არამედ კოლოსალურად გააფართოვეს თავიანთი სამფლობელოები ესპანეთში. ჰანიბალს ყველა გარემოება ხელს უწყობდა იმისთვის, რომ რომზე შური ეძია. ომის გამოცხადებისთანავე ჰანიბალი სამხედრო სამზადისს შეუდგა. კართაგენელთა სარდალი ვარაუდობდა, რომ რომაელები იერიშს მიიტანდნენ ესპანეთსა და აფრიკაზე. ამიტომ ორივე რეგიონში მან ძლიერი გარნიზონი დატოვა. ამ მიზნით ჰანიბალმა ჯარების გაცვლა მოახდინა. აფრიკელი მეომრები იბერიაში გადაიყვანა, ხოლო იბერიელები აფრიკაში, რათა მოსალოდნელი ამბოხი თავიდან აეცილებინა. იბერიის საქმეების მოწესრიგება, კართაგენის მიწების დაცვა და მომავალი გაფართოება ჰანიბალმა თავის უმცროს ძმას, ჰასდრუბალს მიანდო. მასთან დატოვა მრავალრიცხოვანი არმია და კართაგენის ფლოტი, რომელიც მთლიანად მის განკარგულებაში გადავიდა. ჰასდრუბალს პუნიკურ ომში უმნიშვნელოვანესი როლი უნდა შეესრულებინა. როგორც კი ჰანიბალი იტალიაში შეიჭრებოდა, ჰასდრუბალი ახალი ლაშქრით უნდა შესეოდა აპენენის ნახევარკუნძულს და გაეხსნა მეორე ფრონტი. რაც შეეხება უშუალოდ ჰანიბალის ლაშქარს, მის განკარგულებაში დაახლოებით 60,000-მდე მეომარი იყო. ეს არმია კართაგენის იმპერიის საუკეთესო და ელიტური ძალებისგან შედგებოდა. აქ იყვნენ მამაცი იბერიელი მეომრები, ცნობილი აფრიკელი ვეტერანები, ლიბიელები და სახელგანთქმული ნუმიდიელი მხედრები, რომელთა უნარებმა მომავალში განსაკუთრებული როლი ითამაშა. ჰანიბალს ასევე ჰყავდა 37 საბრძოლო სპილო. ამ უზარმაზარმა არმიამ გეზი პირდაპირ ალპებისკენ აიღო, რათა იტალიის ზურგში აღმოჩენილიყო. ჰანიბალის ეს გეგმა უდიდეს რისკთან და სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, სარდლის გათვლით, იტალიაში მოულოდნელი შეჭრა რომს სტრატეგიულად ყველაზე მტკივნეულ დარტყმას მიაყენებდა. ალპების გადალახვა ანტიკური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და დრამატულ ეპიზოდად იქცა. ჰანიბალის ლაშქრობა ძიმე ბუნებრივ პირობებს შეეჯახა. გაუვალი კლდეები, ყინვა, მეწყერი და ვიწრო ბილიკები. ყოველი წინწაწევა მრავალი სიცოცხლის ფასად ჯდებოდა. გზად ჰანიბალს ადგილობრივი მთის ტომებიც უპირისპირდებოდნენ, რომელთა თავდასხმებმა არმიის მსვლელობა კიდევ უფრო გაართულა. მისი არმია ალპებიდან თითქმის განახევრებული გამოვიდა. ჰანიბალის ლაშქარმა მთელი გზა ესპანეთიდან იტალიამდე 5 თვეში გაიარა. აქედან ალპების უღელტეხილის გადალახვას 15 დღე დასჭირდა, მაგრამ გზის ეს მონაკვეთი ყველაზე მძიმე და კატასტროფული აღმოჩნდა. იტალიის ტერიტორიაზე ჰანიბალის თავდაპირველი უზარმაზარი ლაშქრიდან მხოლოდ 26,000 მეომარი იყო გადარჩენილი. იტალიაში ჰანიბალის უეცარმა გამოჩენამ რომში სერიოზული პანიკა გამოიწვია. რესპუბლიკა ასეთ მოულოდნელ და უპრეცედენტო თავდასხმას არ ელოდა. რომის სენატი იძულებული გახდა კართაგენთან ომის სტრატეგიული გეგმა რადიკალურად შეეცვალა. სიცილიიდან სასწრაფოდ გამოიწვიეს იმ წლის ერთ-ერთი კონსული, ტიბერიუს ლონგუსი, რომელიც აფრიკაში სალაშქროდ ემზადებოდა. სალამ ლონგუსი ძირითადი ძალებით ჩრდილოეთ იტალიაში ჩავიდოდა. ჰანიბალის შეჩერება მეორე კონსულს, კორნელიუს სციპიონს დაევალა. თუმცა ჰანიბალს ალპები იმისთვის არ გადაულახავს, რომ რომთან პირველივე შეტაკებისთანავე დამარცხებულიყო. ქრისტეს შობამდე 218 წლის მიწურულს დინარე ტიცინოს ნაპირთან კართაგენელი სარდალი და რომაელები პირველად შეხვდნენ ბრძოლის ველზე. რომის კონსულისა და ჰანიბალის საბრძოლო ტაქტიკა კვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ჰანიბალის სწრაფი და მოქნილი მოქმედებებით რომაელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ნუმიდიელმა ცხენოსნებმა აშკარად დაჯაბნეს რომაული კავალერია და ისინი ალყაში მოაქციეს.
მიუხედავად იმისა, რომ რომაელები თავს დამარცხებულად არ თვლიდნენ, ბრძოლის ბედი კონსულის სციპიონის დაჭრამ გადაწყვიტა, რამაც რომის ლეგიონებს უკან დახევა აიძულა. პირველი გამარჯვების შემდეგ ჰანიბალის პოზიცია ჩრდილოეთ იტალიაში საგრძნობლად გამყარდა. ეს რეგიონი რომ სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო იქ მცხოვრები გალები მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ რესპუბლიკის ბატონობას. ჰანიბალის პირველივე ბრძოლაში მიღებულმა წარმატებამ ანტირომაული მოძრაობა კიდევ უფრო გააღვივა. გალური ტომები ერთმანეთის მიყოლებით უერთდებოდნენ ჰანიბალს, აწვდიდნენ ახალ მეომრებს, კავალერიას და სურსათს. შედეგად ის დანაკლისი, რაც კართაგენელმა სარდალმა ესპანეთიდან იტალიამდე განიცადა, სულ მოკლე ხანში თითქმის სრულად ანაზღაურდა. ამასობაში ჩრდილოეთ იტალიაში კონსულ ლონგუსის არმია ჩავიდა. რომაული ძალები დაახლოებით 40,000 ჯარისკაცს აღწევდა, ხოლო ჰანიბალის არმია გალების შემოერთების შემდეგ რაოდენობრივად თითქმის ამდენივე მეომრისგან შედგებოდა. ლონგუს გადაწყვეტილი ჰქონდა სწრაფად მოეღო ბოლო ჰანიბალისთვის, დაემარცხებინა იგი და იტალიაში საბრძოლო მოქმედებები დაესრულებინა, რათა რომს ომი აფრიკისა და ესპანეთის მიმართულებით გაეგრძელებინა. ჰანიბალი გრძნობდა კონსულის მოუთმენლობას და მის წინააღმდეგ გენიალური ტაქტიკა გამოიყენა მდინარე ტრებიასთან. მდინარეს მაღალი ხეები და ბუჩქნარი დაფარული ხეობა ერტყა გარს. ამ ადგილის დათვალიერებამ ჰანიბალი დაარწმუნა, რომ ხეობაში მას შეეძლო შეენიღმა არა მარტო ქვეითი ძალა, არამედ ცხენოსანი ჯარიც. ბრძოლის დაწყებამდე წინა დღეს ჰანიბალმა შექმნა 2000 კაციანი საგანგებო რაზმი თავისი ძმის, მაგონის ხელმძღვანელობით და სპეციალურად შერჩეულ ადგილას ჩაასაფრა. მეორე დღეს, გამთენიისას, ჰანიბალმა ნუმიდიელ ცხენოსნებს დაავალა მდინარე გადაელახათ, რომაულ ბანაკში შეჭრილიყვნენ და მძინარე ლეგიონერებს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს. შეტაკების დაწყებისთანავე ნუმიდიელებს უნდა დაეწყოთ ნელი, წყობრი უკან დახევა მდინარისაკენ, რათა რომაელები ხაფანგში შეეტყუებინათ. ნუმიდიელებმა ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულეს. რომაულ ბანაკზე მოულოდნელი თავდასხმიდან მალევე უკან დაიხიეს და მდინარე კვლავ გადალახეს. რომაელები იძულებული გახდნენ ყინულივით ცივი წყალი გადაელახათ, სადაც მათ ჰანიბალის ძირითადი არმია ელოდებოდა. დაღლილი და გაყინული რომაელები ჰანიბალის მახეში გაება. პირველ ეტაპზე ლონგუსის ცენტრალურ ძალებს მცირე წარმატება ჰქონდათ. გარკვეულ მომენტში მოწინააღმდეგის წინახაზის გარღვევაც კი მოახერხეს. რომაული ლეგიონები ტრადიციულად ძლიერი ცენტრით ხასიათდებოდნენ, თუმცა ჰანიბალის შესაჩერებლად ეს არ იყო საკმარისი. კართაგენელთა ფლანგები ნუმიდიელი და გალი ცხენოსნებისაგან შედგებოდა. ნუმიდიელებმა ჯერ მარტივად დაამარცხეს რომაული კავალერია, შემდეგ კი სწრაფი მანევრით დაუცველი მხრიდან შეუტიეს ლეგიონებს. ამ დროს ჰანიბალმა ნიშანი გასცა და მაგონის შესაფრებული რაზმი რომაელებს ზურგში დაესხა. ამ ტაქტიკურმა მანევრმა ლეგიონების მწყობრი უმალ დაშალა. რომაელთა მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ მათ უკან მდინარის გადმოსალახად ძალა აღარ ელოდა. ტრებიას ბრძოლა სრული კატასტროფით დასრულდა. დაახლოებით 40,000 მეომრიდან თავს მხოლოდ 10,000-მა რომაელმა უშველა. უამრავი მათგანი ან ტყვედ ჩავარდა, ან ბრძოლის ველზე დაეცა. ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ რომში საყოველთაო შიში გამეფდა. ყოველ წუთს მოელოდნენ მარადიულ ქალაქთან ჰანიბალის გამოჩენას. ტრებიას კატასტროფის შემდეგ მთელი გალია რამდენიმე უმნიშვნელო ტომის გარდა კართაგენელთა მხარეს გადავიდა. ჰანიბალის უძლეველი ლაშქარი სამხრეთისკენ დაიძრა, რათა იტალიის გულში ახალი, გაცილებით მასშტაბური და გამანადგურებელი ხაფანგი მოემზადებინა. მეორე ნაწილის დასასრული.